ეს არის ქრონიკა 2-ზე, რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში ვართ. ამერიკული კომპანია Schultz Global Investment-ი საქართველოში მცირე და საშუალო ზომის ჰიდროელექტროსადგურებს ააშენებს. ამ მიზნების რეალიზებას კავკასიის განახლებადმა ენერგეტიკულმა ფონდმა უნდა შეუწყოს ხელი. ფონდმა $5 მილიონი უკვე მოიზიდა. Schultz Global Investment-ს მხარდაჭერა სახელმწიფო საპარტნიორო ფონდმა გამოუცხადა. მხარეებმა ხელი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსაც მოაწერეს. საპარტნიორო ფონდი ენერგეტიკის სფეროში რამდენიმე პროექტში უკვე მონაწილეობს. მათ შორის არის ჰიდროელექტროსადგურების სვანეთსა და რაჭაში. ფონდი, რომელიც 50 მილიონით იწყებს, ფიქრობს 100 მილიონის ინვესტირებას უახლოეს პერიოდში და ალბათ შემდგომ პერიოდში შესაძლებელი იქნება მეტი თანხების მოზიდვაც. ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად დაეთმობა არა მარტო ქვეყნის ენერგოსექტორს, არამედ ზოგადად საქართველოში ეკონომიკის განვითარებას. ეს იქნება პირველი, ასე ვთქვათ, ამერიკული ინვესტიცია, რომელიც უშუალოდ კონცენტრირებული იქნება საქართველოში მცირე და საშუალო ხესების მშენებლობაზე. აქედან გამომდინარე, თქვენ მოგეხსენებათ, რომ მცირე და საშუალო ხესები არის განახლებადი ენერგიის წყარო და ამას 100%-ით აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს, ასე ვთქვათ, ეკოლოგიური კუთხით. აქედან გამომდინარე, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს იქნებოდა ყველაზე ასე ვთქვათ, მომგებიანი ერთის მხრივ და გარემოს დაცვის თვალსაზრისით ყველაზე ნაკლებ ასე ვთქვათ, დამაზიანებელი გარემოსთვის.